ოთახი, რომელიც თანამედროვეობიდან საბჭოთა გარემოში მოგახვედრებთ, წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმშია განთავსებული. ამ ოთახში ნახავთ საბჭოთა სამხედრო მუნდირებს, წითელვარსკვლავიან სამხედრო ქუდებს, რადიოგადამცემ და სატელეფონო აპარატურას, სტალინის, ლენინის, სამხედრო ჩინოსნებისა თუ საბჭოთა ლიდერების ბიუსტებს. საბჭოთა ეპოქაში ამ შენობაში მხოლოდ გენერლები ან განსაკუთრებული დამსახურების მქონე საბჭოთა ოფიცრები ისვენებდნენ. სანატორიუმში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რიგითი ადამიანის მოხვედრა, რადგან აქ კარს მხოლოდ გენერალიტეტის წარმომადგენლებს უღებდნენ. სანატორიუმი თავიდან იყო საერთო საჭიროებისათვის, მაგრამ მალე ის გახდა სამხედრო და ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისათვის იქ მისვლა და დასვენება მიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ აქ ისვენებდა სხვადასხვა ჩინის სამხედრო პირები და თავისთავად მათთან კონტაქტი არ იყო ისე. სწორედ ამ სანატორიუმში ისვენებდა საბჭოთა კავშირის მარშალი და თავდაცვის მინისტრი როდიონ მალინოვსკი. როგორც სანატორიუმის წარმომადგენლები ამბობენ, ოთახს ძველი იერსახე იმ მიზნით შეუნარჩუნეს, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ საბჭოთა პერიოდზე წარმოდგენა შეექმნათ. ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, რომლის ერთ-ერთ ოთახში საბჭოთა ისტორია ინახება, 1959 წელს აშენდა. თავის დროზე სამხედრო სანატორიუმად წოდებული შენობა დღეს არეზორტის სახელითაა ცნობილი.